ესე იგი გვეკითხება იქა ბილეთში, რომ რა იგულისხმებაო მძღოლის რეაქციის დროშიო. და თეორიაში კი წერია თეორიულად, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ ეს ფოტოზე ვნახოთ რა. გაიგე? კარგი იქნება. წამიკითხება რაო გიორგი? საიდან? მოძრაობისას საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ვალდებული ხარ მიიღო შესაბამისი ზომები მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ საბოლოო გაჩერებამდე. გამიგე გაჩერებამდე. მერე იცი შენ რომ წამში მანქანა 60 კილომეტრზე მოძრაობის დროს გადის 16-17 მეტრს. ეხლა უყური აქაც ძმაო და მეგობარო. ნახე როგორ ნახას გთავაზობ მე შენ. აი უყურე. ხედავ რა არისო აო ამანძილიო რა გიწერია აქა? საჩიძროების ცნებიდან ფეხის სამუხრუჭო. მოდი ხარ შენა დაინახე რომ შუქნიშანმა აგინთო წითელი ვალდებული ხარ აი აქ სადაც ყვითელი ფერია აქედან დაამუხრუჭო მაგრამ დამუხრუჭებამდე მთელი წამები გაქვს წინ გაიგე? არის სანამ დაინახავ და სანამ გადაიტან ფეხს მუხრუჭზე. ამას ქვია რაო? რეაქციის დრო. იქ ცალკეა ბილეთში რა არის რეაქციის დრო. მერე ბერა არის ნიკა? ფეხის გულზე დაჭერიდან მის სრულ გაჩერებამდე. მის სრულ გაჩერებამდე. აგერ ძმაო მექანიკური ვარიანტი, მექანიკური მანქანის ვარიანტი. 3 ისა აქვს რუსულად პედალი, ქართულად სატერფული. ხედავ, შენ რო გონია რომ მაგარი ტიპი ხარ, წამებში გარბის ისა რა ქვია, დრო წამებში, წამის მიასედებში. ამიტომ აი ეს მანძილი უნდა გაიაროს მანქანამ ლურჯი, ყვითელი ლურჯი და წითელი არის ზუსტად შენი პატივცემული სამუხრუჭე მანძილი. გიორგი გასაგებია კი ბატონო. აი ახედან რომ დაიწყე მუხრუჭი იმას გაგიზომავს ექსპერტი და გეტყვია შენ რამდენი მანქანით რა სიჩქარით მოძრაობდიო. შენაც არ უნდა იტყო აი ეს თბილისში და საფრანგეთში და ამერიკაში და ინგლისში ყველგან ერთ და იგივე ფორმულით გიანგარიშებენ რამდენით მოძრაობდი. თლიანად ამას შენ რო დაინახე და სანამ უნდა გაჩერებულიყავი, იქ გეტყვი გეუბნებიან ქვია გასაჩერებელი მანძილი. ანუ ესენი ყველაფერი გექნებათ 30 თავის ბილეთებში და უნდა იყოს აი მაგალითად უყურე რას ეწოდება სამუხრუჭე მანძილიო. აი რას ეწოდება? აი წითელი რაც არის. ეხლა რისი თქმა მინდა?